მშვიდობა თქვენთან, ჩემო ძვირფასებო, შემოგევლო ზაზაუკა. ამასინათ სალადავდე. რა ვიცი, მოეწონათ ხალხს, რა? იქნება რეცეპტიო და ჩემ სტუმრებსაც მოეწონათ ჩემ დღეობაზე. და ეხლა საერთოდ ვაკეთებ და ვფიქრებ არეგამ ჩავწერ მეთქი რა. ძალიან ადვილია მისი გაკეთება. აი ძალიან ადვილია და რა ვიცი, თქვენს შანსია და თქვენს შნოზე და როგორ ვთქვა. მარიფაძე დამოკიდებული რა. უნდა გიყვარდეს ეს საქმე, მე მიყვარს. ზარეულობა, სამზარეულო, გურმანი ვარ მე თვითონ. საერთოდ რაც შეეხება ხორცს, თევზს, სოკოს, სულ ვცდილობ რომ ქალბატონი არ ჩავდიო და მე გავაკეთო. განსაკუთრებით რა თქმა უნდა ხორცი და თევზი. ამიტომ ეხლა ბევრი რა ვილაპარაკო, ჩემო ძვირფასებო. განახეთ რისგან ვაკეთებ ამ სალას. სხვათა შორის ეს მე ვიდეოთი იმას ვქენი, რა თქმა უნდა ვიცოდი, იმიტომ რომ იქითკენ ვარ, მთელი ახალგაზრდობა გატარებული. ხორცს რომ დაამუშავებთ, ჩემო ძვირფასებო, ხორცს რომ დაამუშავებთ, ხო, ფორის ხორცს, ну, რა თქმა უნდა, ეხლა ეს კანები რჩება, ხო, კანებს აჭრით რა, აი ჩვეულებრივად ეს კანია, დარჩება ეს კანი, ჩემო ძვირფასებო, ხო, და გატყურსავთ, გარეცხავთ, გააშოვთ კარგად, უნდა ის ცოტა დასამუშავებელი, მაგ ესენი უკვე გაკეთებული არის რა, დაფორმები, გაახვევთ კარგად, ხო და აი ესე რა, ესეთ ზომებზე როგორც გამოვა, ჩვეულებრივად დასერავთ, ეს უკვე დასერილია, გამზადებული მაქვს, დასერავთ, ჩემო ძვირფასებო, ესე. მე ამოატრიალეთ, აუცილებლად ამოატრიალეთ. ამას არავინ არ აკეთებს, იმიტომ არ შემხვედრია რომ ასე ვინმე აკეთებს, მაგრამ მე ასე ვარ და არის ესეთი სპეციალური ჩაკუჩი, რომ ეს არ უნდა გახიოთ, არ გახიოთ და აქედანაც დაამუშავოთ ესე. აი ესე დაამუშავოთ. ეხლა ბელარუსები, რუსები, უკრაინელები მარტო მარის, ნიოს და ესეთ რაღაცებს უშვებიან და მე გადავწყვიტე რომ გამექართულებინა და აგერ ჩემო ძვირფასებო ავიღე მეგრული აჯიკა, მეგრული, სვანური, მარილი, რა ვიცი ყველაფერი ერთად აურიე, ნიორი აქვს შიგნი, ნიორიც უქნები გავაზავე აბსოლუტურად აქ არის სულ ქართული, სულ ჩვენი ყველაფერი და ასე ჩვეულებრივად ეს ენდროიდი მასკინით და ასე ჩვეულებრივად წავუსმებთ აი ამ ჭრილებში აი ესე შემოგვივლოთ ჩემი თავი უნდა გიყვარდეს რა ამის გაკეთება თორე თუ სული და გული არ ჩააქსოვე შიგნი ხო შანსი არ არის არ გამოგივა აი ვარიანტი არ არსებობს ისეთი გემრიელი არ გამოგივა როგორცაც მაგალითად რო ვიტყვიან ხოლმე რომ აი ზაზაუკა სუსვანა ის ამზადებს მართლა ესია იმიტომ რომ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა თუ არის ბიუჯეტი იძლევა იმის საშუალებას რომ ჭლე ხორცი არ გააცალოთ ამ ქონს და ისე იმას ხენათ ნუ რა საოცარი გამოვა წავუშვით ბლომად მარინის მაინამაინც ბევრს ნუუზავთ იმიტომ რომ აჯიკას აქვს ეს თავისი მარინი ნუ თქვენს გემოვნებით რა კარგად გემრიელად ჩემო ძვირფასებო ესე კარგად რომ გაუჯდეს ესე ახლა ამას უნდა ვაკეთებდე მე სამართალია ეს ჩემი პროფესიის კაცი მაგრამ ნუ რა ვქნა
აი კარგად გემრიელად გაუჯდა ჩემო ძვირფასებო შენ შემოატრიალებ ეს არა უშავს თუ დაისვება არ არის პრობლემა შემოატრიალებ და დაიწყეთ ამის დახვევა ესე ლამაზად გემრიელად ჭიდროთ ძალიანაც უნდა აჭერთ რომ იმან არ შიგნი გაჩერდეს აი ესე გემრიელად ეხლა ამას ჩვენ რას უშვებით ამას ჩვენ უშვებით იმას რომ ძაფი აგერ რამდენ ფენათაც გინდათ რა ვიცი მე 4 ფენათ ვაკეთებ ესე 4 ფენათ ვაკეთებ რომ არ გაწდეს ცოტა მაგარი იყოს ჩემო კარგებო აი ესე აი გარკვანზე თაქიდანაც და იქიდანაც იქიდანაც დაიწყეთ ჩემო ვიფასებო ასე ეს დავშვალი არა უშავს ეს რაც შეიძლება კარგად რაც შეიძლება კარგად განასხვით აი ეს დანარჩენი აი ესე პატარა მომივიდა ცაფი არა უშავს კიდე იმას ვიზამ ოღონდ ზამი ну ჩათვალეთ რო ეხლა ეს გარგეხა დაიხვა არის ეხლა პატარა ისენი რო დარჩება ხო ну გადავაგდებ ასე პატარები გააკეთეთ პატარები აი ხედავთ აი ეს პატარები ამას მოვჩებით შემდეგ ეხლა რას ვაკეთებ აი იყიდება ესეთი ცელოფნები იყიდება ცეცხლს გამძლე უღი გამძლე როგორ არის აი ეს კონსერვატა ჩემო ზვირფასებო ოლა აი გამზადებული უკვე ასეთი როგორი გემრიელი ნაჭერია აი ეს გემრიელა ჩადეთ აი ასე მოვათავსებ ვიფასებო და აი ესე ისე რომ ფაილი უნდა გამოვიდეს შიგნი არ დარჩეს და გადაახვიეთ რომ დუბილის დროს შიგნი წალი არ შევიდეს ეხლა მე რომ ნახე ეს ვიდეო ხო იქ ეხლა 1000 პაკში დებე და რაღაცები მე ესეთი გამოსავალი მოვიფიქრე რომ სანამ მეორე პაკში ჩავდებ ამას ავდგები და ეხლა ამასაც დავახტებ ესე აი ამასაც გამომივიდეს აი ესე დავახტებ ამასაც აი ესე შემოგვიწევს აი ესე ეს ის უბრალოდ შემონარჩუნო. პატარა ძაფები გამომივიდა. ამის გულისთვის მე ხელახლა ჩაწერასთან იმას ვერ დავიწყე. ესიც კარგად. როარ მოიჭმუჭმუს ძალიან. აი ესე დაასრულეთ. აი ესე დაასრულეთ, შემიძლია აი ესე. ხოდა. შეიძლება ესლა. მეორე პარტი აღარ უნდა. მეორე პარტი, აი ეს მე უბრალოდ პარტი რამე ესეთი.
ესეთი გახეული რო არ იყოს, ესეთი უბრალოდ პარკი აიღეთ. ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ეხლა მე რომ ნახე ვიდეო, იქ 3 და 4 პარკში დებდნენ და არა საჭირო რა. აი ესე გააკეთეთ. ისე გამოვიდეთ. გამოვიყვანოთ. აი ესე გააკეთეთ, ჩემო კარგებო, ეხლა იქ დაფნის ფოთოლი თუ გინდა ჩადე. მე არ ჩამიგდეს დაფნის ფოთოლი, იმიტომ რომ ამ აჯიკებში ყველაფერია რა. აბსოლუტურად ყველაფერია. და მე ადექით და აი ესიც აი ესე და საწოლებელია. ანუ ხალები არ მიაგალოთ ეხლა კაცებო. ამას უხდება კაცის ხელი. თუმცა მე რომ ნახე ეს ვიდეო ქალბატონი აკეთებდა, რომ ბელარუსელი იყო. აი ჩემო ძვირფასო, ეს უკვე გამზადებული. ეხლა აი ეს ყველას დაამზადეთ, ესე ყველას უფრო ცელოფნებში. ეხლა აი პატარებისთვის მაგალითად ერთი ცელოფანი იხმარეთ. ამ დიდებისთვის ჩადებთ ქვაბში ჩადებთ. ამას მე ამ პროცესს როცა დავამუშავებ, განახეთ როგორ უნდა იმას ვქნათ რა. დავუბრუნდი ჩემო ძვირფასებო. აი გამოვიდა 5 წალი სულ. 5 წალი გამომივიდა. აი ესეთი შევფუთე. ეხლა ამისთვის რა არის საჭირო, რომ დამზადდეს. აი ესეთი ღრმა ქვაბი. ღრმა ქვაბი. სადაც ჩავხეთ ეხლა ამას, ჯობია რომ გავჭედოთ, მაგრამ ისე გავჭედოთ, რომ ესენი არ გადაუღუნოთ, ფორმა არ დაუკარგოთ. აი ეს კვანძები სადაც არის, მაინც ეცადეთ რომ ქვევით მოახვედროთ. ესე, ქვევით მოახვედროთ. აი მე ჩემეგურად დავხვეწე და ჩემეგურად ვაკეთებ. კი, რა თქმა უნდა, სხვისი იდეით და სხვისი იმითი იმაშვები, მაგრამ ეს ადრეც ვიცოდი როგორ ჩემ თვალწინ დაუმზადებიათ, მაგრამ აი ესე გავჭედე ახლა ძვირფასებო. აი გადაიღენ. აი გაიჭედა, ისე რომ არ მოიგუნა არც ერთი. შემდეგ ვიღებ თებს. აი ნახეთ როგორი ზომის თებშია, რომ დუღილის დროს მაღლა არ ამოვიდეს ისინი. და ცოტა სიძვიებს ვამატეთ ეს დედაჩემის რო ნაქონ ჩემ ბავშვობის დროინდელი ქვასანაკია და რაღაც თილას მასავით ამაკ აგეთ ვადე სიძვიებს არ ამოვიდეს ესე და ეს კიდე ბებიაჩემის ნაქონი ქვასანაკის ქვა ეს მახსოვს ამასაც მაინც ვდებ რა სიმძიმეს რომ ეს არ ამოვიდეს ესე წყალი აი ჩემო ძვირფასებო შემდეგ ჩაასხი წყალი ისე რომ ახლა არ გააპიპილოთ რომ იმასქნას რა ქვია რა გადმოვიდეს და რაღაც ეგეთი რაღაცა დაახურებ თავსახურს და ქურა თვითონ დაარეგულირეთ ისე რომ საშუალოზე ნელ ცეცხლზე ადობოთ. ეხლა ზოგი ამას საათნახევარს ანდომებს. მე მაგალითად მაინც ღორის ხორცია და მაინც ღორის ცხიმია და მე 2 საათზე მე 2 საათ ნახევარს აი მინიმუმ 2 საათს მაინც ვადობებ რა. ეხლა ამას დავდებ ჩემო ძვირფასებო შემდეგ რო ამოვიღებ კიდე ერთი პროცესია ჩასატარებელი რომ ფორმა შეინარჩუნოს როგორ გაცივდეს იმასაც ჩავწერ და იმასაც განახეთ ჩემო ძვირფასებო აი ძვირფასებო მოიხარშა 3 საათი ვხარშე ერთი თებში ჩემეც შეეწირა ეხლა სანამ ცხელია ეს სანამ ცხელია ისევ ჯობდა რომ ბევრი ცელოფანში ჩამედო მაგრამ მან შეინარჩუნა ის უბრალო სენოფნები დახია
კიდევ ხნერე სანამ გაცივდება, აი ესეთი რამე აიღებ, შემოგვიფასებო და სად არის ახლა ესენი და ისევ სიმძიმეები დაალეთ ცადეთ შემოკარგება აი სიმძიმეები აი სიმძიმეებში აი ამ სიმძიმეებში გადავანო კიდე აი თქვათ ეს ბოთლი წვით სავსე და აი ამ სიმძიმეებში გააჩერეთ სანამ არ გაცივდება რა აი რო გაცივდება უკვე ეს კარგად რო გაცივდება შემდეგ უკვე შედით მასივარში შედით და ერთი დღე გქონდეთ მასივარში რა თქმა უნდა რაც დაჭრის პროცესაც ხვალ ჩავწერ ხვალ უკვე მზად იქნება და იმასაც განახებთ აბა მეთით იყავით შემოგევლებ ხვალამდე კარგად სანდებოდეთ გინაცვალე მშვიდობა თქვენ და ჩემო ძვირფასებო აგერ მეორე დღეა უკვე გაცივდა მომზადდა ჩვენი ეს რულეტი დაქვეული აგერ გამოვიდე ერთი წალი უკვე დილით გიახელით მაგრამ ეს 4 წალი დავიტოვე ჩასაწერად და ახლა ავიც რომელი ნაწილი არის თქვა ეს ნაწილი გავსინჯოთ როგორია გავხსნათ თქვენ თვალწინ მოვაცალოთ ეს ყველაფერი ერთი წამით შემოძვირფასებო так ამაზე გადავიტანე ესე ჯობდა ორ ასეთ სელოფონში ჩაგვეძო, იმიტომ რომ ის გახია და მაგრამ არა უშავს ის გახია და ჩვენ ამას ვარდივალოთ ესე მოვაშორებ სიმებს ამებს და ეკრა კარგად გაიგებს ხოს ეს უჟელია, შემოგვიფასებო, უჟელია, საკამის მოყარული, ონა, ეხლა დავჭრათ რა გამოგვივიდა და როგორი გამოვიდა. აი კარგად გადამივე. აი შემოდი ეს თუ გინდათ გააცალეთ ეს ქონე გარეცხეთ ისექენით როგორც თქვენ გაგიხარდება 3 საათი ვადუღა ეხლა ამ რულეტში შეგიძლიათ ხორცი ჩაუფინოთ გააბტელოთ ესე გინდა ძროხის ხორცი გინდა ღორის ხორცი გინდა მაგალითად ქათმის ხორცი ფილე იმასგან რაც გაგიხარდებათ რა ეხლა ეს შეუულებრივად უკვე და ეს მორბა კარგად ეს რასაც კი ეს კაფე დამჭა მეთი წამით და აი შემოძვირფასებო როგორია ყველაფერია შიგნიდან გაციცაც და რა ვიცი ყველანაირი სამეдлებელი და ვაჯიკა და ეს ეხლა მე ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ამას ჩვენ მივიდეთ დანარჩენს ამას შევაგდებ საყინულეში ოღონ ამებს ყველაფერს მოვაშორებ ასე გავწმინდა და რამე იმაში ჩავდე და შევაგდებ საყინულეში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიღოთ გინდა ხავში და კვერცხში შეწვა გინდა დაჭრათ და ლობიოში მოხართ სახარშოთ რა ვიცი ვის როგორ რა გინდა ესე იმათ ჭამოთ ლუთან და რა ვიცი ნებისმიერ ბოსტნევან კიტოვთან პომიდორთან რა ვიცი ცუდი არ არის კიდევ ერთხელ დააფიქსირე ძალიან ხო ნაჭრები ასე
მე მიყვარს მაგალითად ეს ცხიმი მიყვარს, ამიტომ არ გავაცალე. ზოგს შეიძლება არ გეყავათ. მოკლედ ბედნიერ აღდგომებს მოგვასწროს. მრავალ აღდგომას მოგვასწროს დაბლოცვილმა. მრავალ აღდგომას ზაფიან, მრავალ აღდგომას დაგვასწროს დაბლოცვილმა და გვახაროს და გვაბედნიეროს და გაგვაერთიანოს. ძალიან ბევრს გონია რომ ეს ასეთ ვიდეოებს ვუძებ რაღაცა ამადანდებს და რაღაცა ამაღებებს, მაგრამ იცით რა არის, როცა რა ვიცი რა გითხრათ რა ბედნიერებას გისურვებ და შეგეციოთ აღდგომის ძალა და მაგრე იხარეთ და იბედნიერეთ, კოცი დაგეფერებით. მე კაბობს მომზადება რაც ხურცი ისიანაც მასკინი და იმასაც ჩავწე და ჩემებურ კაბოსაც გასავლეთ. ასია ეს ცხოვრება ხანდახან სადაურსაც წალიყვანს. აი ეს ვაკეთებ. კარგად ზამბილოდეთ. ღმერთით გავიდე. კოცი